გერმანია მაგარიას ძახილი მაგარია, მაგრამ ალბათ დამეთახმებით იმაში, რომ ეს არის სუბიექტური აზრი და ზოგისთვის მართლა მაგარია, ზოგისთვის სულაც არ არის მაგარი, ზოგს სულ არ აინტერესებს მაგარია თუ არა და მიყვებიან ცხოვრების დინებას როგორც არის. ამიტომ მოგესალმებით, სალამ ალეიქუმ სვიტყვი, იმიტომ რომ ზოგისთვის უკვე პრობლემა იქნება მალე ქალაქში გასვლა, რომლებიც ერთმანეთს არ ესალმებიან სალამ ალეიქუმით და დავიწყებ კარგი ამბებით. როგორც იქნა, ზოგს მოუმატებენ ხელფასებს. რას ნიშნავს აქ ხელფასების მომატება? 2026 წლისთვის გამოცხადებული იყო, რომ ხალხს მოუმატებდნენ ხელფასებს. ყველას არა, მაგრამ ძირითადად ვისაც დაბალი ხელფასი ჰქონდა, ან ყველაზე დაბალი ხელფასი ჰქონდა, იმ ადამიანებს მოემატებათ ხელფასი. ესე იგი, მინიმალური ხელფასის ზღვარი აიწევს მაღლა. და ეს შეეხება არა მარტო იმ ადამიანებს, რომლებსაც მინიმალურ ხელფასს იღებენ, არამედ შეიძლება შეეხოთ იმ ადამიანებსაც, რომლებიც არა მარტო მინიმალურ ხელფასს იღებენ. მაგრამ სად არის ხაფანგი, რომელიც ბევრი ვერ მიხვდება ამას? პირველი, რომ ადამიანებს ხალხს მოუმატებენ ხელფასებს და მართლაც ზოგს მოემატება ხელფასი. ზოგს მოუმატებენ ხელფასს, მაგრამ არ მოემატება ხელფასი, შეიძლება რომ იგივე დარჩეს და მესამეს რომ ზოგს მოუმატებენ ხელფასს, მაგრამ ხელფასს უფრო ნაკლებს აიღებს. ესე იგი, როგორ შეიძლება ესეთი რამე? პირველი შემთხვევა ეს ძალიან უბრალოა და გასაგებია, რომ ადამიანს ხელფასი მოუმატეს და ხელფასაც მეც აიღებს. მეორე, რომ ადამიანს მოემატება ხელფასი, მაგრამ ხელფასი მეტი ვერ აიღო, ესე იგი იგივე დარჩა, ეგ იქიდან გამომდინარე, რომ ხელფასების მომატებასთან ერთად იწევს ასევე გადასახადები, როგორ თქვა, ნალოგები ან ბეგარა, როცა ადამიანი მუშაობს, იხდის თავისი ხელფასის ბეგარას ან ნალოგს. და იხდის კიდე სოციალური დაზღვევის გადასახადებს, რომლებიც არის ეს 4. ეხლა მას არ დავაკონკრეტებ. ვისაც აინტერესებს, რომელი 4 ძირითად გადასახად სოციალურ დაზღვევას იხდის ადამიანი, მომწერეთ იქ დავწერ. და 2026 წლისთვის კიდევ იწევს პროცენტული გადასახადი ამ 4-დან ერთ-ერთი ვიტყვი, რომელიც არის ჯანმრთელობის დაზღვევის გადასახადი. ესე იგი, ადამიანს მოემატება ხელფასი, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევაც იმატებს. და ამიტომ შეიძლება ადამიანს, ესე იგი, ბრუტო ხელფასი მოემატოს, მაგრამ როცა ემატება ჯანმრთელობის დაზღვევაც, რომ უფრო მეტი გადასახადი იქნება, შეიძლება რომ იგივე დონეზე დარჩეს ხელფასი. მაგრამ ზოგ შემთხვევაში გააჩნია ადამიანი, რომელიც ჯანმრთელობის დაზღვევაშია დაზღვეული, ასე ვთქვათ, რომ თუ უფრო მეტი მოუმატა ჯანმრთელობის დაზღვევან, ვიდრე მას ხელფასი მოემატა, საბოლოო ჯამში ხელფასს უფრო ნაკლებს აიღებს. ესე იგი, ბრუტო მოემატება, მაგრამ ნეტო შეიძლება უფრო ცოტა აიღოს, ვიდრე აქამდე იღებდა. კი, ძალიან სასიხარულო ამბავია ხელფასების მომატება, შეიძლება სხვადასხვა ქვეყნებში ან თვითონ გერმანიაში იმას იძახიან, რომ ოკეი, ხალხს მოემატება ხელფასი, მაგრამ საბოლოო ჯამში ვის რა მოემატება, ეს უბრალოდ ბანკის ანგარიშზე ხალხი ნახავს თვითონ. აქვე მინდა დავამატო, რომ თუ რამე კითხვები გაქვთ, თუ როგორ ხდება ეს ხელფასის ანალიზი, ან ხელფასიდან გამოქვიტვა სოციალური დაზღვევების, ან თვითონ ნალოგების, ან ბეგარის გადახდა, ან ვინც იცის თვითონ ლონაბრეშნუნგ, ან ხელფასების ამოსაწერი, ან ხელფასების ამოწერა, არც ვიცი ქართულად როგორ ქვია, ან როგორ უნდა გაერკვე, მაგაში მომწერეთ, შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ, იმიტომ რომ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მიწევს მასეთ საქმეებში ქექიალი. და ზოგადად თუ კითხვები გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, მომწერეთ, შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ. ახლა კი ჩვეულებრივი ამბები, რა ხდება დღეს? როგორც ვიცით, ბერლინში შუქი ჩააქრეს, საცოდაობა. ბერლინში შუქი ჩააქრეს, მაგრამ სინამდვილეში იმას არ ნიშნავს, რომ როგორც ადრე რუბილნიკს რო ჩამოწევდნენ ხოლმე და შუქი ქრებოდა, უბრალოდ კაბელი ააფეთქეს და 45,000 საცხოვრებელი ადგილი და 2200 კომერციული ადგილი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე. ესე იგი, რა მოხდა?
მემარცხენე ექსტრემისტული თუ მარცხენე ექსტრემისტული ჯგუფმა აქვია ვულკან გრუპა, ასე ეძახიან ამ დაჯგუფებას, ააფეთქა კაბელი და ამდენი ადამიანი და ამდენი ფირმები და მაღაზიები დარჩნენ ელექტროენერგიის გარეშე. ქალაქი იტყობინება, რომ სარემონტო სამუშაოები ხუთშაბათამდე გაგრძელდება, ესე იგი სადღაც 60 საათის განმავლობაში ეს ხალხი და თვითონ ეს ტერიტორია იქნება ელექტროენერგიის გარეშე. ეს ხალხი ამ ხალხისთვის გამოყო სპეციალური ადგილი, როგორც ლტოლვილებისთვის, თავშესაფარი, რომ ხალხი არ გაიყინოს. ესე იგი ირონიულად რო თქვა და მართლაც საცოდაობა გერმანელები, როგორც ლტოლვილები გერმანიაში. ეს 45,000 საცხოვრებელი ადგილი, რო ვიგულისხმოთ თითო საცხოვრებელ ადგილში ერთი ადამიანი მაინც, ეს მინიმუმ 10,000-ობით ადამიანი, როგორც ლტოლვილი გერმანიაში. იმიტომ რომ მემარცხენე ექსტრემისტმა ჯგუფმა ააფეთქა კაბელი. რას აკეთებს ან რას ნიშნავს მემარცხენე ექსტრემისტთა ჯგუფი? მემარცხენე ექსტრემისტები არიან, რომ ყველაფერი ერთმანეთში უნდა გააერთიანო. აზელილები არიან ერთმანეთში, ეს პალესტინის მომხრეები, LGBTQ, უკრაინა, გლობალისტები, გლობალურები, ყველაფერი ეს ერთმანეთში აზელილი დაზელილია და ეს როცა გაექსტრემისტება, ესეთი იდეოლოგია აქვს, რომ მაგალითად თუ აფრიკაში ხალხი იხოცება ან შიმშილია, რატო უნდა ვიცხოვროთ, ან რატო უნდა იცხოვრონ გერმანიაში კარგად, ხო? და უნდა მოუწყოთ გერმანელებს იგივე. განა ის რომ თქვათ აფრიკაში დაეხმარო ადამიანს, უბრალოდ აქ უნდა ჩაახშო მაგალითად კარგი ცხოვრება. ჩემი აზრით ეს იქიდან გამომდინარე და შეიძლება мотиваციას ესეთი იყოს, რომ დღესდღეობით უკრაინაში ხალხს სცივა, ათასობით ადამიანი არის ელექტროენერგიის გარეშე, როგორ ცხოვრობენ და რატო უნდა იყვნენ, ან რატო უნდა ვიყოთ აქ გერმანიაში ზამთარში თბილად, მით უმეტეს ახლა რომ ყინვები დაიწყო, რატო უნდა ვიყოთ აქ თბილად, რატო უნდა გქონდეს აქ ელექტროენერგია, რატო უნდა გქონდეს აქ გათბობა, როცა უკრაინაში ხალხს სცივა. ამიტომ მოდით ავაფეთქოთ, რომ ეს დავაბალანსოთ. რომ ყველაფერი იქაც თუ სცივათ, ესე იგი აქაც უნდა სციოდეთ. იქ თუ ცუდად არიან, ესე იგი აქაც ჩვენ ცუდად უნდა ვიყვეთ. პრინციპი გასაგებია. მოკლედ, ძვირფასო პუბლიკა, როგორც ხედავთ, ძალიან action დაიწყო 2026 წელი. დავამატებდი იმას კიდე ბანკების გაქურდვა აქ გერმანიაში, რომ ძალიან დიდი ხრელი გააკეთეს და გამოიტანეს იქ. ფული კი არ წაიღა, შეიძლება იქ ფულიც იყო, თუ ფული იქნებოდა, ეს შავი ფული იქნებოდა, მაგრამ ეს პატარა სეიფები არც ვიცი ქართულად როგორ არის, რომ ვინმეს რავე სამკაულები ქონდა, ოქრო ქონდა, ან რამე ძვირადღირებული ქაღალდები და მაგდენი რა, ეგეთი რაღაცეები, სადაც 30 მილიონი ევროს ზარალი მიაყენეს, ან ეს მთლიანი 30 მილიონი ევროსი გაძარცვეს. და ბევრი ესეთი პატარ-პატარა სეიფები იყო დაზღვეული 10,000 ევროთი, თუ არ ვცდები, აღარ მახსოვს, 10,000 ევროს აუნაზღაურებენ ხალხს. მოკლედ, როგორც თქვით, 2026 წელი ძალიან აქტიურად დაიწყო. ესე იგი, თუ რამე კითხვები გაქვთ, გერმანიაში როგორ ხდება ფინანსები, ხელფასების ამონაწილე, როგორ შეიძლება ნალოგები ან ბეგარა დაზოგო, ან რაში ვიხდით აქ ფულს, რაში ვიხდით აქ გადასახადებს, როგორი გადასახადებია აქ, როგორი პენსიებია, ან რატომ იღებს გერმანია პროცენტიან კრედიტს და უპროცენტოდ აძლევს უკრაინას და უკრაინისგან მოითხოვს მერე როცა ვთქვათ რუსეთი აუნაზღაურებს უკრაინას ზარალს და უკრაინა გადაუხდის უკან ამ უპროცენტო ვალს ოდესღაც ან თუ გადაუხდის, მაგრამ აქ ჩვენ ეს პროცენტები უნდა ვიხაროთ და უკან დავაბრუნოთ და მსგავსი სიტუაციები. ამიტომ თუ გაინტერესებთ ეს თემა, დაწერეთ კომენტარებში და შეგვიძლია სხვა ვიდეოც გავაკეთოთ ამ თემის ან ამ თემების შესახებ. მაგარია გერმანია, Armes Deutschland.